საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობისთვის ეგვიპტის პირამიდები ერთ-ერთი ყველაზე იდუმალ და შთამბეჭდავ ნაგებობებად რჩება. მათმა მასშტაბებმა და იდეალურმა დაგეგმარებამ საზოგადოების ნაწილში კონსპირაციული იდეების გაჩენასაც შეუწყო ხელი, რომლებიც დღემდე აგრძელებს არსებობას და პერიოდულად ჰიპოთეზის ახალ ტალღად გვევლინება. ეს განსაკუთრებით გამძაფრებულია დღევანდელ ეპოქაში, სადაც სოციალური ქსელების წყალობით კონსპიროლოგები აუდიტორიის სიმცირეს ნამდვილად არ უჩივიან. ამის ბოლოდროინდელი მაგალითი სენსაციური აღმოჩენაა, რომელიც გიზის პირამიდების ქვეშ უზარმაზარი სტრუქტურების არსებობაზე მიუთითებს. ზოგი მიიჩნევს, რომ ისინი ადრე ენერგიის წყარო იყო, ზოგის აზრით კი ეს არამიწიერი ცივილიზაციების ნახელავს მოგვაგონებს. საუბარია პირამიდების დაბლა დიდ სიღრმეში მდებარე 8 გიგანტურ ცილინდრულ სვეტზე, რომელთაც გარე კედლებზე სპირალები მიუყვება, ქვეშ კი კუბის ფორმის ორი სტრუქტურაა. ამას ამტკიცებენ ავტორები ფილიპო ბიონდი და კორადო მელანგა. ახლა წარმოგიდგენთ იტალიაში დიდ კონფერენციას, რომელიც ამ საკითხს მიეძღვნა. კონფერენცია ხანგრძლივი იყო, ამიტომ მე ამოვიღე მცირე ნაწილი ამ დღიდან. Grazie a due persone che ho qui davanti a me. Un grandissimo applauso a Corrado Malanga, Armando May e Filippo Biondi. Prego. ამ სამი ადამიანის დამსახურებით, რომლებიც ჩემ წინ არიან, დიდი აპლოდისმენტები მათ. Corrado Malanga, Armando May და Filippo Biondi. გთხოვთ. Allora, ამის შემდგომ წამყვანი ტექნიკურ ჯგუფს თხოვს გაუშვან ვიდეო რგოლი ამ თემატიკისადმი შექმნილი. Vai. Ricercatori composto da Filippo Biondi, Armando May e Corrado Malanga hanno unito le loro forze e le loro competenze per svelare una volta per tutte ciò che nessun altro fino ad oggi უკვე aveva მანამდე avuto la განხორციელებული capacità e il საქმეები coraggio di indagare. და აგრეთვე სპეციალური სტატია გამოქვეყნებული საერთაშორისო ჟურნალ მალანგაში. მენ და ბიონდიმ გამოიკვლიეს გიზის პლატო და არა მარტო სხვადასხვა ძველი შენობა ნაგებობა მის არეალში. ძველი ასტრონომიული ცოდნა ეგვიპტის ხალხის და გამოყენებული იქნა კვლევისათვის ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიები აეროკოსმოსური დარგის შესაბამისად, რომელიც შეითავსებს თავის მხრივ და გარდაქმნის ელექტრომაგნიტურ ინფორმაციას. ამ სამმა მეცნიერმა შეძლო ჩაეხედათ დაფარულ სიღრმეების სტრუქტურებში. ეს კვლევა-ძიება შეეხება პირამიდა ხეფრენს. ამრიგად, როგორც იქნა გახდა შესაძლებელი პირამიდას შიგნითა სტრუქტურების კვლევა. ეს ყველაფერი უცხო იყო ჩვენთვის. ძირითადად ეგვიპტოლოგები იკვლევდნენ არაინვაზიური მეთოდებით. იდეა გამოეყენებინათ RRSA რადარი სინთეზირებული აპერტურით, უძველესი ფენების და ადრე შეუძლებელი მეგალითების აღმოსაჩენად და გამოსაკვლევად, ისტორიული იერსახის დასადგენად, პირამიდა ხეფრენის და ერთობლიობაში გიზის პლატოს მთლიან კონტექსტში. Ha spinto i 3 studiosi ad impiegare le loro rispettive competenze nell'impresa di comprendere quale fosse la vera struttura interna della piramide di Kefren.
con l'obiettivo di collocare le maggiori costruzioni della piana di Giza in un più corretto ed ampio contesto storico dell'antico Egitto. დღევანდელ დღეს იწყება ახალი ისტორია. შესაძლებელია პირველადი ისტორია, ჩვენი დიდხნიანი ისტორიის. მაშ ასე ჩვენ ვიყენებთ რადარებს სინთეზირებული აპერტურით. კოსმოსური სადგურის სკანირებას უკეთებს ორბიტას, გადმოსცემს ელექტრომაგნიტურ იმპულსებს დედამიწაზე და უკან ირებს ეხოს. Chiamiamolo nella direzione dell'orbita e questa direzione dell'orbita la chiamiamo azimut. ნახეთ, მარჯვნივ ჩანს, რომ კუთხეები ამ დიდი კუბის გამოყოფილია შავი ფერით. შემდეგ ნივთიერებას ზევით გავს უცნაურ ეგრეთ წოდებულ პრუჟინას. იგი შედის კუბში და ჩანს, რომ მინიმუმ 2-3 ასეთი ობიექტი, რომელთა ვიბრაცია ჩვენ გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ, რომ ისინიც კუბამდე აღწევენ და შედიან. ნახეთ, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, თუ როგორ კარგად ჩანს ქვემოთ მარცხნივ კამერტონები, რომელთაც ჩვენ მიუახლოვდებით და ვნახავთ ტომოგრაფიულ გამოსახულებას ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ობიექტებს კომპიუტერული გრაფიკის შესაბამისად.